ერთად. ეს ადამიანები ჩემი აღმოჩენა არიან, რომ ისინი გავიცანი. ახლა მოდით უბრალოდ ცოტა ვიჭორავთ მონ სან მიშელზე. რადგან თუ საფრანგეთში ცხოვრობთ და ეს ადგილი არ გინახავთ, აუცილებლად უნდა მოინახულოთ. ეს არის მონ სან მიშელი, რომელიც მდებარეობს საფრანგეთში, ნორმანდიის რეგიონში, ლა-მანშის სანაპიროსთან. ის არის პატარა კლდოვან კუნძულზე აგებული უნიკალური სააბატო და ქალაქი. უახლოესი დიდი ქალაქებია რენი, კანი და პარიზი. უფრო პარიზთან დაახლოებით 360 კილომეტრშია. კუნძული მოქცეულია ნორმანდიასა და ბრეტანს შორის და მოქცევის დროს თითქმის მთლიანად წყლით იფარება, რაც მას კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის. აი მე კიდევ ვიყავი უბრალოდ წვიმიან დღეს, როცა მოქცევა არ იყო. და ვფიქრობ, ესეთი მისტიური დღე უფრო უხდებოდა მონ სან მიშელს. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ მონ სან მიშელის მონახულება თუ რენიდან გინდათ, ან რენიდან გინდათ ასევე პარიზში, წახვიდეთ დისნეილენდის ტურზე, არ აღავსეთ, რომ გიორგი, რომელიც რენში ცხოვრობს, უმაგრესი კიდე გეყოლებათ გიორგის სახით. მოდით ცოტა ისევ მონ სან მიშელს დავუბრუნდეთ. რადგან ერთი შეხედვით რო შევხედოთ, თითქოს ფოტოებში სულ სხვა არის, რეალობაში კიდე სულ სხვა. მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, ეს მოქცევის დროს ხდება. ახლა მოდით ისტორიაც შევისწავლოთ. მონ სან მიშელის ისტორია იწყება მერვე საუკუნიდან. 708 წელს ეპისკოპოსმა ობელმა აქ პირველი ეკლესია ააგო წმინდა მიქაელის პატივსაცემად. შუა საუკუნეებში კუნძული გახდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პილიგრიმების ადგილი ევროპაში. სააბატო საუკუნეების განმავლობაში ფართოვდებოდა და საბოლოოდ ჩამოყალიბდა როგორც გეთიკური არქიტექტურის 1969 წლიდან მონ სან მიშელი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. ის საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ღირსშესანიშნაობაა. წელიწადში მილიონობით ტურისტი ჩადის. და სხვათა შორის მეც მეორედ ვიყავი აქ. და ვფიქრობ, ეს ამინდი, ეს წვიმიანი თავგადასავალი ძალიან კარგად დამაახსოვრდა მე და მიხარია, რომ მსგავსად მოვინახულე კვლავ მეორედ. არ ვიცი, შემიძლია ძალიან ბევრი ვილაპარაკო მონ სან მიშელზე და ბევრი რამე მოვყვე, მაგრამ მინდა რომ ეს ვიდეო ასე უბრალოდ დავტოვო და თქვენ შეაფასოთ. არ არის ფოტო, ვიდეო, მასალა იდეალური, მაგრამ ვფიქრობ, რომ არის ისეთი ახმადი, რომელიც არც ერთ სოციალურ ქსელში ჯერ არ მოეძებნება 360 გრადუსით ყველა ხედი მონ სან მიშელიდან. აი მე კიდე მინდა ვთქვა, რაოდენ შიშით შევიძინე იმის, რომ უცხო ადამიანები გავიცნო და უცხო ადამიანებს ვესტუმრო, იმდენად მსგავსი ადამიანები, როგორიც რენში იყვნენ გიორგის ოჯახი და თამუნას ოჯახი, დამეხმარა რომ ეს შიში გადამელახა და ვაფასებ ამ ადამიანებს. მადლიერი ვარ მათი, რომ ძალიან დამიდნენ იმ პერიოდში გვერდში, როცა მე ვიყავი რენში სტუმრად და მართლა კარგად მიმასპინძლეს. ვისაც გახსოვთ, რენში იყო ლექსენის კონცერტი და იმ პერიოდში ვიყავი ნოემბრის თვეში. ახლა კიდევ უბრალოდ მოგაბარებთ ვიდეოს და უყურეთ, ხო, ცოტა სიზარმაცეც მიდევს. ასე რომ, უბრალოდ შეაფასეთ ის სილამაზე, რასაც იხილავთ ამ ვიდეოში. მართლავაზია ქავრობა. ჩამოუშვა. ანა სამშობლოში და ის გამოჩნდეს.
მაგალალასია. აკი ვიყავი დღეს უკვე სამ დროს, მაგრამ კარგია მინდა იყო ესე თეთრად არ გამომივლია და არ ვიცი ახლა როგორ. მე როგორ გაფრინდა? ხედავ რა იქ რა ხდება და მე კამერაში ვუყურე. თუ რამე და დაგკარგეთ? Let's go. მან როგორ შეძლება? ალბათ ბეგურა მარტო ხო? ვერც ბეგურა ვერ შეძლება. ბატო. რა შეგულო შეძლებს ბეგურა? სასოლდება და შეძლებს. ვაზენი ჯერ Vai mere samarloba es Ana Maria. Vai mera la masia. Xonsi chumeo. Akatsawana lobi. აქ შეგვიძლია დავწეროთ. აქ შეგვიძლია დავწერო. რა ჩავწეროთ? ვინმე ქართული არ არის ნეტა. არც ინგლისურად არ არის რომ წავიკითხო. Tata, ჩვენ ვართ საქართველოს. სანდრილოვე ეს ჩამოვარდა.
GPR გაქვს? სანთელი რო იყიდა. ასე მგონი რომ უცხოელები დადიან ინგლისურად რომ ელაპარაკებიან და მინდა ფრანგულად ვთქვა. ახ, რა დიდ გულზე ვარ ფრანგული რომ ვიცი? Samurai gangan. I went and bought some postcards. შეგწევდა. Smart დავიბაროთ. 20 cents, okay? Just make it a bag. 20 cents. Saying it's 20 cents. Are you okay with it? Yes. Do you just want to put it in this thing? ეს ალამასებია. აი ესეც. აჰა. ჩემი საოთხელი. ჩემი საოთხელი. შიგნით არ გამაგებია. ეს всё, გიო მთელი ცხოვრება ჩაეწერე ამის სიყვარულის პერსონაჟებში, ადამიანებში ვინც უყვარს. აი, ამაზე ვაფიქრე. ნახე რა ფასები აქვს და მე 300 ფიგურა მაქვს ეს.
მეორედ ნახეთ ცნობილი სან მიშელი. პირველად მანგება მომყანეთ პროგრამით და ვიცი მიყოლი ბლოკერამდე უნდა ავიდნენ მუზეუმამდე და იყო ლახო აიმე. რომ კამერას ვერ გავწმინდა. მაგრამ ეს დავაწყე. შეიძლება ჩამოდის თუ ადის? ანა მარია წყალი გაგდის უიმეც. და ის არის რა ქვია. გადაიღო რა. გადაიღო. კარგად ხარ? როგორ ცოტა დავსვენდი. ცოტა. Hello. ეს არის. წარმოგიდგენთ დაღმი რომელიც მაგარი ბუშტები ბერება. ბავშვობაში ბაბულიკები რა იყო. ამნაირი ვერ გამეორდება. ბეჭის თვალები ბიჭას ხარ ვერ უყურებ ერთი დიდი ერთი პატარა. ჩვენთან იქ ხარები არის რაღაცა აი როგორ ვთქვა ის სიმბოლური საფრანგეთის მარსელის რა. და ხარებს უჭირავთ ეს მარსელის დროშიც აქეთ იქიდან. ყველგან ხანა თავად არის ეს ხო. ესა ჩაუბრატა. ჩემი და ჩაუბრატა. ჟელიბუნებს აიყინება ზოგადად ანა მარია. Ach, das ist